2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შეიძლება ცდილობდეს პოლიტიკის ფეხბურთიდან გამორიცხვას, მაგრამ ირანელი ანტირეჟიმის მომიტინგეები, როგორც ჩანს, ამას ყურადღებას არ აქცევენ. ორშაბათს ლოს-ანჯელესში როუზ ბოულის სტადიონის გარეთ ასობით ირანელი მევიდა ირანის პირველ მატჩზე ამ ტურნირში, რათა გაემარქათ დემონსტრაცია ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელსაც ადანაშაულებენ იმაში, რომ ფეხბურთის გუნდს პროპაგანდის იარაღად იყენებს. სტადიონის შიგნით ზოგმა პროტესტანტმა სადა ლომისა და მზის დროშის უსაფრთხოების კონტროლის მალუოდ გავლით შეტანა. ეს, რა თქმა უნდა, ირანის სიმბოლოა 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე. და მათ სცადეს ამ დროშის შეტანა, რადგან FIFA კრძალავს პოლიტიკურ სიმბოლოებს და თეირანმა რეალურად დაიმუქრა, რომ მათ შეაჩერებდა თუ ის გამოჩნდებოდა. ეხლა როცა ირანის შემდეგი თამაში ახლოვდება კვირას ბელგიის წინააღმდეგ, დემონსტრანტები ამბობენ, რომ არ აქვთ განზრახვა, შეწყვიტონ თავიანთი პროტესტი. და ხო ჩვენთან ერთადაა დარია საფაი. ის ირანელი ბელდი აქტივისტია და ბელგიის წარმომადგენელთა პალატის წევრი, რომელმაც თავად მიიტანა ლომისა და მზის დროშა ირანის პირველ მატჩზე მსოფლიო ჩემპიონატზე. დარია, წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი ირანელი გულშემატკივარი ვნახეთ, რომლებიც ქალის სიცოცხლის, თავისუფლების მოძრაობის ძრაობის დროს აპროტესტებდნენ. რატომ არის ეს მსოფლიო ჩემპიონატი ასე განსხვავებული? ეს მსოფლიო ჩემპიონატი განსხვავებულია ირანელი ხალხისთვის. დიახ, ასეა, რადგან იანვარში ირანის ისლამური რეჟიმის მიერ ჩადენილი ხოცვა ჟლეტის დროს დავკარგეთ ჩვენი ლამაზი ახალგაზრდები. მხოლოდ 2 ღამეში მათ მოკლეს ჩვენი შვილების 40,000-ზე მეტი ლამაზი და მამაცი სული. ამ გამოცდილების შემდეგ, რა თქმა უნდა, გადავწყვიტეთ, რომ არასოდეს დავუშვებთ, რომ ეს ადამიანები დავიწყებას მიეცნენ, განსაკუთრებით ამ მსოფლიო თასის მატჩზე. და გადავწყვიტეთ, რომ ათასობით მაისური წაგვეღო, რომლებზეც მათი ფოტოები იქნებოდა დაბეჭდილი. რადგან ისინი არიან ნამდვილი გმირები და ირანის ნამდვილი ეროვნული გუნდი. ჩვენ ირანის ამჟამინდელ გუნდს ეროვნულ გუნდად არ ვთვლით. ისინი წარმოადგენენ ისლამურ რესპუბლიკას და არა ირანს, ირანელ ხალხს. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ირანელი ხალხის მაისურები თან წამოგვეღო და იმ სულების მაისურებიც, რომლებიც იანვრის პროტესტში დავკარგეთ. რომ თელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რა მონსტრები არიან ირანის რეჟიმი და ვაჩვენოთ, რომ არასდროს დავივიწყეთ ჩვენ საყვარელ ადამიანებს, ვინც სიცოცხლე დაკარგა. იმისთვის, რომ ირანი კვლავ თავისუფალი გახდეს და ლომისა და მზის დროშა ისა ყველა ადგილას თვითონ ირანში მაღლა იფრიალებდეს. ამიტომ ჩვენ ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ ჯერ კიდევ ვიბრძვით და ვაგრძელებთ იმ გზას, რომელიც მათ დაიწყეს და აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას. დარია, ჩვენ ასევე ვიხილეთ სხვა საპროტესტო ქმედებები ირანელი გულშემატკივრების მხრიდან სტადიონებში. მაგალითად, ისლამური რესპუბლიკის დროშის დაზიანება. ნაცვლად იმისა, რომ აეფრიალებინათ აკრძალული დროშა. შეგვიძლია ველოდოთ, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში კიდევ უფრო გამწვავდება, თუ კი მალე დაიწყება მკაცრი ზომების მიღება. სტადიონზეც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ირანის რეჟიმის დროშა, ან თავად იყვნენ უხნან მოწვეულნი ირანის რეჟიმის მიერ. ბილეთები, რომლებიც მათ ჰქონდათ, ირანის რეჟიმის მიერ იყო გადახდილი. და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იქ იყვნენ ირანელი ადამიანები, მათი უმეტესობა ირანიდანაც კი არ იყო. ისინი პაკისტანიდან იყვნენ. მე ვნახე ადამიანები პაკისტანიდან. მე ვნახე ადამიანები მექსიკიდან. მე ვნახე ადამიანები, რომლებიც ირანის შესახებ და იანვარში მომხდარი შესახებ საერთოდ არაფერი იცოდნენ სხვა ქვეყნებიდან. და ისინი ესწრებოდნენ და მხარს უჭერდნენ ირანის რეჟიმს, რაც აშკარად მიუთითებდა, რომ რეჟიმმა მათ გადაუხადა იქ ყოფნისა და მათი ხმის გასახმოვანებლად. მაგრამ მაინც შემიძლია ვთქვა, რომ ირანის ხალხს აღარ შეუძლია ამ იდეოლოგიის ატანა. იქ არის დროშა, რომელმაც დაიპყრო მათი ლამაზი ქვეყანა. ზოგიერთი ირანელის ხელში, რომლებიც აშკარად უცოდინარნი არიან იმაზე, რაც მოხდა იანვარში, 40,000-ზე მეტი ადამიანის მასაბრი. ისინი თვალს ხუჭავენ ამაზე. როგორ ბედავენ ისინი ასეთი რაღაცის გაკეთებას? და შემიძლია ვითხრათ, რომ ირანის ხალხი ძალიან გლოვობს,
ძალიან ტკივა თავისი ლამაზი ვაჟებისა და ქალიშვილების დაკარგვა. იმათ, ვინც დაკარგეს. ისე არიან, რომ ვერ იტანენ იმის ნახვას, რომ მათი სისხლი უშედეგოდ დაიღვარა. მაგრამ ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვცდილობთ როგორმე ვმართოთ სიტუაცია, რომ არ გავამწვავოთ მოვლენები. და იმედი მაქვს, რომ შემდეგ მატჩზეც იგივე მშვიდობიანი პროტესტი იქნება. და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არასოდეს დავუშვებთ, რომ ჩვენი ლამაზი ქალიშვილები და ვაჟიშვილები დავიწყებას მიეცნენ შემდეგ მატჩზეც. როგორ შეუძლიათ ირანელ გულშემატკივრებს მხარი დაუჭირონ თავიანთ გუნდს და ამავდროულად უარყონ რეჟიმი, თუ ეს ამჯერად შეუძლებელია? იქ ყოფნა ძალიან სამწუხარო იყო, რომ FIFA-მ აკრძალა ეს ლამაზი ისტორიული ირანელი ხალხის ერთადერთი დროშა და მის ნაცვლად მიიღო ირანის ისლამური რესპუბლიკის იდეოლოგიური დროშა, რომელსაც მხოლოდ კომუნიზმის დროშას შევადარებდი. სადაც არ უნდა წასულიყვნენ და ქვეყანა დაეპყროთ, ისინი ცვლიდნენ იმ ქვეყნის დროშას თავიანთი კომუნისტური იდეოლოგიის დროშით. ზუსტად იგივე ხდება ირანის რეჟიმთან დაკავშირებით, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ირანი ძევლად აიყვანა. ამიტომ FIFA-ს მიერ ამ დროშის აბრძალვა სირცხვილია. ამიტომ გადავთქვიდეთ, რომ წინააღმდეგობა გაგვეწია და ეს ქმედება განგვეხორციელებინა. ჩვენ ავიღეთ ჩვენი დროშა და FIFA-მ არც კი შეუშვა დროშების სტადიონებში. თუ დაინახავდნენ, არ თმევდნენ. მაგრამ როგორღაც მაინც შევძელით ჩვენი დროშის შეტანა და ჩვენთან ერთად ბევრი ხალხი იყო. ეს ქმედება ძალიან წარმატებით განვახორციელეთ. და ყველა კამერაზე ჩანდა ლომი და მზე, რომლებიც აანათებდნენ მთელ სტადიონზე. კარგი დარია, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო, რომ პრეს საღამოს ჩვენთან ერთად იყავი.